მოგესალმებით, მეგობრებო, წელსაც კამპოფრიოსთან ერთად გიბრუნდებით. როგორც იცით, ახალი წელი ყველაზე ოჯახური დღესასწაულია და როგორც წესი, ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნებთ. როგორც წინა წელს, წელსაც მოგიმზადებთ რამოდენიმე რეცეპტს კამპოფრიოს პროდუქტებით, იმისათვის, რომ თქვენი საახალწლო სუფრა უფრო მრავალფეროვანი გახადოთ. მოგლეთ, მეგობრებო, სანამ უშუალოდ რეცეპტებზე გადავალთ, მინდა 1-2 სიტყვა კამპოფრიოზე მოგიყვეთ. კამპოფრიო ესპანური ხორცპროდუქტების უმაღლესი ხარისხის ბრენდია, რომელიც 70 წელზე მეტია სანდო და ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს, რომლის შეძენასაც შეძლებთ ნიკორას სუპერმარკეტში. დღეს რა კერძსაც მოვამზადებთ, ეს არის სალიამის როლები, რისთვისაც დაგვრჩირდება შემდეგი ინგრედიენტები. კლასიკური სალიამი და სალიამი ალერკე, მთავარი ინგრედიენტი, ხაჭოსებრი ყველი, არის მჟავი კიტრი, ნივრის ფხვნილი, კამა და მწვანე ხახვი. დავიწყოთ ყველაფრის დაჭრით, ანუ მჟავი კიტრის და მწვანილები დავჭრათ, აი ესე პატარა ნაჭრებად და ესეც ასევე ვეცადოთ, რომ წვრილად დავჭრათ. კამაც დავჭრათ ასევე ძალიან წვრილად. ყველაფერი დავჭერით, ეხა აურიოთ ყველიც და ნივრის ფხვნილით, ერთად კარგად გადაურიოთ და შემდეგ უკვე შეუდგეთ როლების კეთებას. ყველაფერი მოვათავსეთ, კარგად ამოურიოთ, ერთგვაროვნად რომ გადანაწილდეს ყველა პროდუქტი, აი ესეთი კონსისტენციის იქნება. მე დავამატებ ცოტა პილპილს შავს. შეგიძლიათ ხალაპენიოც გამოიყენოთ, შიგნით მჟავი კიტრთან ერთად, მე ცოტა მარილსაც გავუკეთებ. ეხლა შეუდგეთ როლების გაკეთებას. შეგვიძლია ავიღოთ აი ესეთი პლასტიკი, ასე ვთქვათ, სამზარეულო, ასე კარგად დავაფინოთ. ერთი რამოდენიმე ფენა. შეგიძლიათ მარტო ეს გამოიყენოთ და შეგიძლიათ აი ეს გამოიყენოთ კიდევ ამის მაგივრად. ნუ სახში ვისაც რა გვაქვს, იქიდან გამომდინარე. ეს არის კლასიკური, ასე ვთქვათ, სალიამი, აუცილებლად აი ესე ლამაზად დავაწყოთ, ესე ჩავდოთ შუაში. სხვათა შორის, როგორც ხედავთ, მთელი პროცესი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, ცელოფნით აი ესე შეგიძლიათ მარტო ცელოფნით აი ესე ფორმა მისცეთ, ჩვეულებრივად. შემდეგ უკვე აი ესე მოყვეთ. ფაქტიურად ისევ ძეხსვათ ვაკეთებთ ოღონდ შიგთავსით. კლასიკური სალიამით დავასრულეთ, ეხლა მეორე სალიამით გადავიდეთ ალერკეზე, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია, პიკანტურია, შესუნელებულია და განსხვავებული გემო აქვს. პროცესი მომზადების აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ცოტა ხანი შეგიძლიათ მაცივარში გააჩეროთ, სადღაც 1 საათი, რომ ის ყველი ისევ შეიკრას, შედგეს, გამაგრდეს და უფრო ადვილი დასაჭრელი იქნება მერე უკვე სუფრისთვის. მაცივრიდან გამოვიდეთ, უკვე აგერ ნახეთ, შემაგრებულია და ეხლა დავჭრათ, გადავიტანოთ თეფშზე და მოვამზადოთ მისართმევად. კერძები დავასრულეთ თეფშზე, უკვე შეგვიძლია გავაფორმოთ პატარა პომიდორით. მოკლედ, კერძი დასრულებულია, შეგიძლიათ მიიტანოთ საახალწლო სუფრასთან და გემრიელად მიირთათ. გილოცავთ მრავალ ახალ წელს დაესწრებით.